გამარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია ღმერთზე ჭკვიანები. შეეხება ფსიქოლოგიას. ერთი წლის წინ ჩემი ახლობელი წავიდა ფსიქოლოგებთან. გადაიხადა 1000 ლარი, იარა ერთი თვე. სამაგიეროდ გამოატანეს ლამაზი ქაღალდი, სადაც ეწერა რომ ხარ კარგი ბიჭი. გამოატანეს ქადაგება 10 გვერდი. ძალიან არ მინდოდა ამ ქადაგების წაკითხვა, მაგრამ მითხრა რომ სულ სახარება წერიაო. თავს დავაძალე წავიკითხე. პირველად ვნახე, როგორ შეიძლება სახარება უარყო სახარების სიტყვებით. მთლიანად ეს ქადაგება ერთი შეხედვით აგებული იყო სახარებაზე. მოყვასის სიყვარულზე, პატიებაზე, პატივისცემაზე, დათმობაზე, ასე შემდეგ. და ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი ღმერთზე. ღვთისმთავარი ცნება, შეიყვარე ღმერთი მთელი შენი არსებით და ადამიანი როგორც საკუთარი თავი, იყო გაყოფილი ორ ნაწილად. პირველი ნაწილი მთლიანად დავიწყებული, თითქოს ეს საჭირო არ არის, და მეორე ნაწილზე აგებული მთელი მოძღვრება. დიდხანს ვფიქრობდი, რა არის ქართველი, რუსი, ამერიკელი, ევროპელი ფსიქოლოგების ამ საერთო სნეულების სახელი. და ამას დავარქვი ღმერთის აუტანლობა. ღვთის არსებობას ვერ ეგუებიან. სიტყვა ღმერთი რო ახსენო, შეიძლება სკამიდან გადავარდნენ. ადამიო ღმერთს დაემალა. რო შესწოდა, მადლი დაკარგა, ჩამოვარდა სულიერი სიმაღლიდან და ღვთისმყოფობა ვეღარ აიტანა. გაიქცა დაემალა ბუჩქებში. რაღაცა იგივე ხდება თანამედროვე ფსიქოლოგებთან. ღვთის არსებობას ვერ ეგუებიან. ცდილობენ, რომ ის პრობლემები, რაც ადამიანს აქვს, თავის ჭკუაზე გადააწყონ. აშკარად აქვთ ღირებული რაღაცეები, ოღონდ ეს მთლიანად არის ბიბლიიდან მოპარული. სოლომონის სიბრძნეში რაღაცას წაიკითხავენ ხოლმე, თავის სიტყვებს გადაარქმევენ და ასაღებენ როგორც თავისი მიგნება, თავისი აღმოჩენა. მაგალითად, ასკეტიკაში არის ესეთი ცნება, სიამაყე, ამპარტავნება. ამ ადამიანებმა დაარქვეს ნარცისიზმი. ბიბლიაში არის სიტყვა უკეთური, დაარქვეს ტოქსიკური პიროვნება. ყველაფერს ცდილობენ თავისი რაღაცები გადაარქვან და თავის აღმოჩენად, თავის მიგნებად გაასაღონ. მე ჩამოვწერე აქ ერთი ძალიან ცნობილი ფსიქოლოგია და არა მარტო სახელებს არქმევენ ხოლმე, რომ გაამართლონ ეს. ეშმაკის ადვოკატობას ეწევიან ფაქტიურად. არამედ აზროვნებაც რაღაცა მე წაგიკითხავთ, ერთი 9 დიპლომიანი პროფესორია, რომელიც თავის ქვეყანაში ძალიან ცნობილი. მისი დასკვნები, როგორ ხედავს ეს ადამიანი სამყაროს. ფრჩხილების კვნეტა თითების პირში ჩადება. ეს ყოფილა მაღალი ინტელექტის ნიშანი. როცა ადამიანი მუდმივად აგვიანებს სადმე, ეს ყოფილა ოპტიმიზმი. ესე იგი მაინც მოასწრებს რა მისვლას, მაინც გააკეთებს, რაზე ინერვიულოს. თუ მუშაობისას ოცნებებში მიდის ადამიანი, ეს ყოფილა უნარი, რომ პრობლემას სხვა კუთხით შეხედოთ. თუ ადამიანი თავის თავთან საათობით საუბრობს, ეს ყოფილა თვითგანვითარება და ემოციური ბალანსი. ადამიანის სული არის ღმერთის ნაკეთობა, არა მარტო სხეული, სული არის ნაკეთობა. არავინ იცის როგორია ეს სული იმაზე უკეთ, ვიდრე ღმერთმა. ფარული მისია რა არის ფსიქოლოგიისა. თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ. მაგალითად, სიამაყეზე ვიტყვი, რომ ეს არის სიამაყე. ეს რას ნიშნავს? ესე იგი მე ავადმყოფი ვარ.
დამნაშავე ვარ. სიამაყე არის ეშმაკის თვისება. სიამაყე არის აი ეშმაკის სუნთქვას ეძახიან. რაღაც ადამიანი სიამაყის სიცილიც არის ესეთი. აი არაფერი არ ხდება და სუღიმილი დასთამაშებს ბაგეებზე. მაგრამ თუ ვიტყვი რომ ეს არის ნარცისიზმი, ეს არის რაღაც აი გენეტიკური პრობლემა, ვიტამინების ნაკლებობა. ესე იგი მე კარგი ბიჭი ვარ. მე მკურნალობა არ მჭირდება. ავანტყოფი არა ვარ, დამნაშავე არა ვარ და არც ეშმაკის მსგავსი არა ვარ. აი მაგალითად, თუ მწუხარებას დავარქვეთ მწუხარებას, უნდა გამოვიძიოთ, რატო ვარ დამწუხრებული. ასკეტიკაში ვიცით, ნამდვილი მოაზროვნეება, როგორც ჩამოაყალიბეს. მწუხარებას იწევს ცოდვა, ღვთის მადლის დაკარგვა, ღმერთთან განშორება. მაგრამ თუ მწუხარებას დავარქმევ დეპრესიას, ესე იგი მე არა ვარ დამნაშავე. ის რომ მე შევიგინე, დავლიე, მოვწიე, ვიღაცაზე ინტრიგები გავბლანდე, ცილი დავწამე, წავართვი, ეს არაფერია. ეს ცხოვრება მოიტანა. აი ეტყობა D ვიტამინი მაქვს დაწეული და ამიტომ ვარ დეპრესიაში. თუ აზარტს დავარქმევთ ვერცხლის მოყვარეობას, რაც არის, ესე იგი მე ავანტყოფი ვარ. მე დამნაშავე ვარ. ესე იგი რაღაც აი თითქოს იუდას გენები მაქვს. აი ვერცხლის მოყვარეობა, რაღაც აი ფულის დანახვაზე კარგად ხდები. მაგრამ თუ დავარქმევთ აი აზარტს, ესე იგი ოპტიმისტი ხარ. ესე იგი გინდა რომ აი ცხოვრება წინ წავიდეს, რაღაცა უგუნურება, ცოდვა, ამპარტავნება. თვითონ ეს ფსიქოლოგები მერე სხვა ფსიქოლოგებიდან დადიან, რომ იმათ კარგად შეუფუთონ ხოლმე ეს პრობლემები. რომ არც თვითონ არ არიან ავანტყოფები. თვითონაც აი D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ. აუხსნელია ეს შეთქმულება ერთი შეხედვით, მაგრამ ამის ერთადერთი ახსნა არის ეშმაკის ადვოკატობა. ადამიანები გაურბიან სიმართლეს, ცდილობენ ლამაზად შეფუთონ თავის პრობლემები, რომ თავი დაიმშვიდონ, რომ არაფერი არ ხდება. რადგან თუ მე ვაღიარებ, რომ ვარ ამპარტავანი, ვერცხლის მოყვარე, მრუში და ასე შემდეგ. ესე იგი შეიძლება სასופველი დავკარგო. და ეს აუტანელია, სიმართლე აუტანელია ცოდილისთვის. არაადამიანური პრობლემები მოდის უხილავი სულებისგან. არაადამიანურ პრობლემებს ჭირდება არაადამიანური მეთოდებით მკურნალობა. აი რატო ასე ძნელი მაგალითად აი სიგარეტის გადაგდება. არანაირ ლოგიკაში არ ჩდება. ადამიანები ფულს იხდიან, იმიტომ რომ დაავადმყოფდნენ. ეს ყველა მიცის. რატო ასე ძნელი? იმიტომ რომ ამ პრობლემის უკან დგანან უხილავი პიროვნებები. მარკეტინგმა შეჭამა კაცობრიობა. კლინიკები იხსნება ფულის გულისთვის. აი მე მინდა გაგაცნოთ სტატისტიკა. სად მედიცინა საქართველოში, სად მედიცინა ევროპაში, ან ამერიკაში. დაუშვათ ეს ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თავის პაციენტებს თავს ევლებიან და მკურნალობენ. ხო უნდა დავინტერესდეთ, როგორია კურნების მაჩვენებელი. აი ნახეთ, აი ინტერნეტში მოვიძიე. 500 მილიონიანი ევროპა, 110 მილიონი ადამიანი იტანჯება. შფოთვა, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა. ამ აშლილობების შედეგად 200,000 ადამიანი გარდაცვლილი. 300 მილიონიან ამერიკაში, 60 მილიონი კაცი მუდმივად განიცდის შფოთვით აშლილობებს. 42 მილიონი იღებს წამლებს და 14 მილიონი ადამიანი ისეთ სერიოზულ აშლილობას განიცდის, რომ
ზღვარზე დგა, ქუჩაში გავიდეს და სროლა დაიწყოს. 21 მილიონი ამერიკაში იტანჯება დეპრესიით. ქალების 26% და კაცების 20%. LGBT თემში ამ შფოთვების მაჩვენებელი 50%-ს აჭარბებს. არსებობს ასეთი გამოთქმა, ნაკვერცხალსო ჯიბეში ვერ დამალავო. არ უნდა ვატაროთ ნაკვერცხალი ჯიბეში. ეს ნაკვერცხალი არის ცოდვა. არ შეიძლება სიამაყე გულით ვატარო და მე ვმოქმედებდე სწორად. არ შეიძლება ყველა გამოვლენს ვაფასებდე და მე ვიყო 7 თავმდაბალი წყნარი ადამიანი. სანამ ადამიანი ცოდვას არ მოიშორებს, პრობლემები იმას არ მოშორდება. აი თუ დააკვირდებით, აი ინტერნეტში საინფორმაციო რო წაიკითხოთ გამოშვება, ყოველ დღე ეს არ ხდება, აი ერთხელ მოხდა და ყოველ დღე ერთი და იგივე. ვიღაც მოკლეს, ვიღაც დაჭრეს, ვიღაცა გადავარდა, ვიღაცა ასე შემდეგ. ადამიანი თავის თავში ატარებს ბოროტებას. აი როგორც აი გაზის ბალონში რო ბევრი გაზი იყოს. პირველივე დარტყმაზე აფეთქდება. არ უნდა ვატაროთ ეს ბოროტება ჩვენში. მაშინ არც დეპრესია გვექნება, არც მკვლელობა არ მოხდება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი რამე. ანგელოზები განმტკიცებული არიან სიკეთეში. ეშმაკები განმტკიცებული არიან ბოროტებაში. ადამიანში არის არეული ეს. აი წმინდა მამებს ესე უწერიათ. ადამიანია მოწამლულია ბოროტებით და დილით კეთილია სავამოთი ბოროტი. არ არსებობს ადამიანიო, რომელიც აი კეთილი ადამიანი, რომელიცაც ხანდახან მაინც ბოროტება არ გაეპაროს. და არ არსებობს ბოროტი ადამიანი, რომ ხანდახან მაინც სიკეთე არ გააკეთოს. ჩვენ გვაქვს ეს არეული. უნდა გავითვალისწინოთ ეს, უნდა ვიმკურნალოთ. ჩვენ თავს არ უნდა ვენდოთ ხოლმე, ცვალებადები ვართ, ღმერთს უნდა ვენდოთ. ამიტომ 120 წელი იცხოვრებთ და ის ფსიქიატრები თქვენთან მოვლენ სამკურნალოდ. თქვენ კი არ მიხვალთ იმათთან. რაც თავარია. ადამიანები აი ამ ვითომ მკურნალობის მერე ვერ ხვდებიან, რომ არ მკურნალობენ. რომ ის ათასები, რასაც იხდიან, ეს არის წყალში გადაყრილი, ამას შედეგი არ მოაქვს. ღმერთს ვებარებოდეთ, ღმერთს მივაბაროთ ჩვენი ცხოვრება და მაშინ ამ ქვეყნათაც ბედნიერები ვიქნებით, იმ ქვეყნათაც. ღმერთმა გაგახაროთ. ერთი რამე მინდა დავამატო. არ აქვს მნიშვნელობა ფსიქოლოგი მაღალკვალიფიციურია თუ დაბალკვალიფიციური. ის პრობლემები, რაც სულიერი სამყაროდან მოდის, არ შეიძლება მოგვარდეს ადამიანური მეთოდებით. უფალმა სახარებაში ესე თქვა, ეშმაკს ვერ გააგდებო ლოცვის და მარხვის გარეშე. ესე იგი, ეშმაკს ვერ გააგდებთ ლოცვის და მარხვის გარეშე. თუ არ იმოღვაწევებთ, თუ არ იშრომებთ, თუ აღსარებას არ იტყვით, თუ არ შეცვლით თქვენს ცხოვრებას, თუ არ ეზიარებით, ეს უხილავი პიროვნებები, რომლებიც ამ ბურუსში გახვეული პრობლემების უკან დგანან, ისინი თქვენგან არ წავლენ. და შემდეგში, როცა ფსიქოლოგთან მიხვალთ, აი სასაცილო იყო ესეთი მიდგომა. წარმოიდგინეო, რომ მდიდარი ხარო, წარმოიდგინე, რომ ლამაზი ხარო, წარმოიდგინე, რომ ჯანმრთელი ხარო. ესე აბედნიერებენ თურმე ადამიანებს. აი შემდეგში ფსიქოლოგთან რომ მიხვალთ და დაგიწყებენ ესე წარმოიდგინეო, თქვენ უთხარით, რომ წარმოიდგინე, რომ კურნალობის გადასახადი უკვე ჩაგირიცხეთქო. მაშინვე გამოჩნდება რა ფასი აქვს ამ კურნალობას. ღმერთმა გაგახაროთ.